შეიძლება თუ არა შინაური ცხოველის მოსასმენ აპარატად გამოყენება? ალბათ უცნაური შეკითხვაა, თუმცა ამ უცნაურ შეკითხვაზე პასუხი არის კი, შეიძლება. ან ნაწილობრივ შეიძლება. 1960-იან წლებში CIA-ს ჰქონდა მოფიქრებული პროექტი სახელად Acoustic Kitty, ანუ აკუსტიკური ფისო. პროექტის მიხედვით მათ კატას ჩაუტარეს ოპერაცია და ყურში ჩაუყენეს მოსასმენი აპარატი. და გარდა ამისა სათვალთვალო კამერა ალბათ მიხვდებოდით თვალში. საქმე ისაა, რომ ამ პერიოდში საბჭოელები, ისევე როგორც შტატის წარმომადგენლები, ერთმანეთზე მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოეპოვებინათ. იმიტომ რომ ცივი ომი მძვინვარებდა. ნუ მოკლედ. ხოდა მოკლედ CIA-ს აგენტებს იმაზე უფრო ჭკვიანური ვერაფერი მოაფიქრდათ, ვიდრე გაიჭრათ კატა და ჩაემონტაჟებინათ მის სხეულში სხვადასხვა სათვალთვალო აპარატი. ექსპერიმენტისთვის გამოიყო $25 მილიონი. შეგახსენებთ, საუბარია 1960-იან წლებზე და შესაბამისად იმ პერიოდისთვის $25 მილიონი პატარა ფული ნამდვილად არ იყო. არც ახლა, მაგრამ მაინც. თავად ოპერაციებმა კარგად ჩაიარეს, მაგრამ კატა პირველივე მისიაზე მანქანამ გაიტანა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ცხოველი ადამიანის ამბიციებს შეეწირა თქო. ასე ვიტყოდი, მაგრამ როგორც CIA-ს უფროსი აგენტი ამბობს, ან უпроსწორედ ამბობდა, კატა გადარჩა, მას ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, ამოუღეს მოსასმენი აპარატი, სათვალთვალო აპარატი და მან გააგრძელა ჩვეულებრივ ცხოვრება. ჯერა თუ არა იმის, რომ კატამ ჩვეულებრივ გააგრძელა ცხოვრება? არა, მაგრამ იცით რის იმჯერა? ჯერა იმის, რომ ამ ვიდეომ თქვენ დაგაინტერესათ და მსგავსი ფაქტები თუ კი გაინტერესებთ, კომენტარების სექციაში შეგიძლიათ შეიჭრიდოთ. იქ იქნება აპინული ლინკი, ეს არის ჩემი YouTube არხის ლინკი, სადაც ამ და მსგავსი ტიპის საკმაოდ საინტერესო ფაქტებზე სულ ცოტა ხნის წინ დავდე ვიდეო. გადადით, გამოიწერეთ არხი. დროებით.